ნახეთ ალბათ ის ვიდეო თბილისში რუსთაველზე მამაოს რო გზას უკეტავენ და დასცინიან და რაღაც ავგდებულ შეკითხვებს რო უსვამენ და მამაო ანწუხელიძე 13 დღეში და თან იცინიან და რაღაცებს რო აკეთებენ. ხო და საერთოდ ამ ხელს ვინ მისცა ან ასე საუბრის უფლება ან ანწუხელიძის სახელის ხსენების უფლება საერთოდ და წარმოგიდგენთ თუ აქვთ ვინ იყო გიორგი ანწუხელიძე და რისთვის აწამეს და რისთვის გაწირა ამ ადამიანმა თავი საერთოდ ნეტა წარმოგიდგენთ თუ აქვთ უბრალოდ ძალიან ბევრი ცუდი რაღაცის თქმა მინდა მართლა აი ამ მცირე ჯგუფზე მინდა ძალიან ბევრი ცუდი რაღაცის თქმა და ძლივს ვიყავებ ემოციებს რა უბრალოდ შევეცდები შევიკავ და უბრალოდ შვიდი მიმართვა გავაკეთა ხალხო მომისმინეთ თუ იმდენად დაბინდული გაქვთ გონება რომ ვერ ხვდებით რა დიდ ცოდვაში დგამთ ამით ფეხს ისევ თქვენი ესეთი ვიწრო თვალსაჩინარეთი ხელმძღვანელეთ და გაიაზრეთ ერთი რამე რა რომ საქართველოში ხართ აქ სასულიერო პირის შეურაცხყოფას დაცინვას არავინ არ გაპატიებთ და არავინ არ მოგიწონებთ თქვენი რამდენიმე ის შიდა წლის თქვენერი ტიპების გარდა როდესაც ასევე დახმარება ჭირდება ასევე მკურნალობა ჭირდება და ასევე თვალების ახელა ჭირდება ასე რომ ცოტა მეტად დაუფიქრდით რაღაცებს და ნუ გააკეთებთ ისეთ რაღაცებს რაც არ ვიცი საერთოდ ადამიანს არ შეეფერება და საერთოდ ადამიანს არ ეკადრება